საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მაკეინის ინსტიტუტის მისია განცხადებით ეხმაურება. შეფასებაში ვკითხულობთ. სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება მთავრობის ბანდიტების ხელით სიკვდილი, თუ მოხდება პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება. ჩვენ ბევრი საუბრისგან, ბევრი მოვისმინეთ, რომ 26 ოქტომბერს არჩევნების წინ ქართულმა ოცნებამ ჩაატარა მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავდა მუქარას დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, სამოქალაქო ორგანიზაციებზე რეიდებს, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. დეზინფორმაციის ექსპერტებმა აღწერეს, როგორ ავრცელებდა ქართული ოცნება კრემლის კვალდაკვალ ნარატივებს და ცდილობდნენ ამომრჩევლების დაშინებას ომის საფრთხით, თუ ისინი ოპოზიციას მისცემდნენ ხმას. საარჩევნო დამკვირვებლებმა დელეგაციას წარუდგინეს თავიანთი მიგნებები და არჩევნების დღის დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია დარღვევები, მათ შორის ხმის მრავალჯერადად მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, დაშინება და სტატისტიკური შეცდომები. დელეგაციამ ეს ანგარიში გააცნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, თუმცა დამაჯერებელი პასუხები ვერ მოისმინა. მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით. ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად, სანქციები არ არის საკმარისი და საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მთავრობა არ უნდა აღიაროს ლეგიტიმურად. მწვავე შეფასებებს ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც არალეგიტიმური და უკანონო ქმედებებით ფაქტიურად მძევლად აყავს ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები და დღეს ქვეყანაში გვაქვს მოცემულობა, რომელშიც 400-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს და არაკანონიერად დაკავებული. ჩვენი პარტია მუშაობს ძალიან აქტიურად ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს კონკრეტულად აი არაადამიანური და წამების ფაქტების აღიარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, სხვა ყველაფერი არის მაკეინის ინსტიტუტის პოზიცია. ქართული ოცნება ცდილობს, რომ კვლავაც პროპაგანდისტულად და ტყუილებით ჯერ ერთი დააშინოს ის გულწრფელი პროტესტის მონაწილეები, ვინც ქუჩაში არიან და სახლში დახვედრებიდან დაწყებული აქციებზე დევნით დამთავრებული და მათ შორის უკვე ოფისების აფეთქების, ნახეთ გორში რომ ააფეთქეს ნაციონალური მოძრაობის ოფისი, ყველანაირად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ რაღაცა სპირალში, სადაც ისინი იგრძნობენ თავს დაჩაგრულად და შესუსტებულად. ამიტომ ეს განცხადებაც გულისხმობს გამოხმაურება ქართული ოცნების პროპაგანდაზე, მაგრამ ხომ ნახეთ, აი 20 დღე გავიდა და აქციები არ ჩერდება, უფრო ძლიერდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოდის და კიდევ უფრო მეტ შრეში შედის პროტესტი. რა არის გასაკვირი იმაში, რა კადრებსაც უყურა მთელმა მსოფლიომ და რა ჩვენ ნახეთ, თუნდაც რამდენიმე მაგალითი ავიღოთ, დაგდებულ ადამიანებს როგორც ემდნენ, რასისტასასტიკით უსწორდებოდნენ, რა უქნეს გურამ როგავას ან სხვებს თავდასხმა TV პირველი ჟურნალისტებზე და ასე შემდეგ, ხო, უამრავი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა საოცრებით და ამის აღნიშვნა რას ნიშნავს? ძალიან ამორალურია ამაზე საუბარი, ამით ვინმე სხვა რამის თქმა უნდა, ხო, ეს არის სწორედ რაღაც ესეთი პრორუსული და ავტოკრატული პროპაგანდის მაგალითი, თუ სხვანაირად უნდა მოინახოს ეს, მე სხვანაირად ნამდვილად არ გამიგია ის, რაც მოვისმინე, რომ გაკვირვებაა მართლაც, რომ ასეთი სისასტიკის პირობებში ადამიანები გადაურჩნენ ფატალურ შედეგს. როცა სხვადასხვა მხრიდან მოდის ინფორმაციები და ლოგიკა, რომელიც ლოგიკაც ადამიანურობის ჩარჩოებში არ ჩდება და ის ინფორმაციები, რომელიც მათ შორის ფარული თუ ღია ჩანაწერების სახით გავრცელდა, იმასვე ადასტურებს, რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე. მათ უნდათ და სამწუხაროა, რომ გვიწევს ამის ენდომებაც მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი აგენტურული მიზნების შესასრულებლად. ჩვენ ვიცით კანვასის ტრენინგების შესახებ, მაკეინის ინსტიტუტის გეგმების შესახებ, ყველა შემთხვევაში ყველა ეს გეგმა მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი. რაც არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება კარგად უმკლავდება ამ გამოწვევებს და ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ღირსეულად და ამავდროულად, რაც არ უნდა რთული იყოს, ამის პარალელურად გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გქონდეს და ღირსეული სვლა ევროკავშირისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ.